არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი იუსტიციის სამინისტრომ დღეს კოდექსის საბოლოო ვერსია წარადგინა. მასზე თეატრო ლუკიანის უწყება 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. რას ითვალისწინებს ახალი კოდექსი, ამას ნინო სამყურაშვილი გვეტყვის. ნინო, გისმენთ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზირებული კოდექსი იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. კოდექსში განსაზღვრული არის, რომ არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა კიდევ კვლავ განისაზღვრება 14 წლით, თუმცა არასრულწლოვანი საპატიმროში მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩაიდებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მაქსიმალური ვადა საშელის იქნება 10-დან 15 წლამდე, მაგრამ თუ არასრულწლოვანი ჩაიდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ამ შემთხვევაში საპატიმროში ის არ მოხდება და იქნება ალტერნატიული სასჯელი გამოყენებული და შემოდის შინა პატიმრობის ცნება, ასევე უვადო პატიმრობა არასრულწლოვანებთან არ იქნება გამოყენებული და ასევე მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი საპატიმროდან გათავისუფლდება, ნასამართლეობა მას მეორე დღიდანვე მოეხსნება. მთავარი პრიორიტეტი ენიჭება განრიდებას და ალტერნატიულ მეთოდებს და ეს როგორც გაეროს კონვენციაში შემოცემული პატიმრობა იქნება უკიდურესი გამოსავალი. ჩვენ შემოგვაქვს სიახლე, რომ ნასამართლობის მოხსნა ბავშვისთვის მოხდება სასჯელის მოხდისთანავე. ჩვენ თავაზობთ, რომ წინა სასამართლოს ხდომამდე თუ დიდებს აქვთ 60 დღე, ბავშვების შემთხვევაში ეს ვადა იყოს 40 დღე პატიმრობაში და არა მეტი და შემოგვაქვს სიახლე, რომ თუ არასრულწლოვანი არის პატიმრობაში 9 თვე კი არ იყოს ბრალდებულად, არამედ მხოლოდ 6 თვე. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტი ეს გახლავთ ყველაზე მსუბუქი ზომების, მათ შორის სასჯელების პრიორიტეტულობა, შედარებით კაცთან შედარებით ჯერ უნდა გამოკვლეულ იქნეს რამდენად ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები და სასჯელები დააკმაყოფილებს, ასე თქვათ, მართლმსაჯულებას. კოდექსი ვრცელდება არა მარტო სისხლის სამართლებრივ პროცედურებზე, არამედ ადმინისტრაციულ სამართლებრივ პროცედურებზეც. ეს იქნება მაქსიმალურად მორგებული არასრულწლოვანების ინტერესებზე. იგი იგეგმება სხვადასხვა ახალი ინოვაციები, რაც ძირითადად განპირობებულია ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება. ფსიქოლოგია, ეს არის განსხვავებული კატეგორია, რომელსაც ჭირდება განსხვავებული მიდგომები და საქართველოს პროკურატურა ამ კუთხით ყოველთვის გამდანაბიჯებს და მომავალშიც გააგრძელებს. გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდით მუშაობდა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ამ კოდექსის შექმნაზე. 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და მას შემდეგ, რაც უკვე სპეციალისტები, ექსპერტები თავიანთ შენიშვნებს წარუდგენენ იუსტიციის სამინისტროს, კოდექსი დამუშავდება და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად სწორეს ამის შემდეგ გადაეგზავნება. დღეს განცხადებები კოდექსთან დაკავშირებით საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებას გააკეთეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სათანადო კადრების მომზადებას. იქნებიან ეს გამომძიებლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, მათ მომზადებას, რომ მათაც სპეციფიკური ცოდნა უნდა მიიღონ იმისათვის, რომ სწორად მიუდგნენ არასრულწლოვანებს. სასამართლოდ შეიძლება ითქვას ჩემის აზრით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია მხოლოდ წაადგება სრულფასოვანი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენ ქვეყანაში. შეიძლება გარკვეული დებულებები, კონკრეტული საკითხები შემდგომში დამუშავდეს, დაიხვეწოს, მაგრამ პრინციპი, რომ მოხდეს სპეციალიზება აი ამ კუთხით, არის მისასალმებელი. ცვლილებები შეეხება არა მარტო იმ ბავშვებს, რომლებსაც რაიმე შეხება აქვთ ამ კანონთან, არამედ იმ მოზარდებსაც, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მოწმეები ამ მსხვერპლები არიან. კოდექსით გადამზადდებიან პროფესიონალები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ. კოდექსის მიხედვით წინასწარ პატიმრობაში ბავშვები მაქსიმალურად ცოტა ხანს უდარჩნენ. უკიდურესი ზომა იქნება მოზარდების დაკავება და საპატიმროებში მოთავსება. ამის სანაცვლოდ გამოყენებული იქნა ალტერნატიული ზომები, როგორიცაა განრიდება, გაფრთხილება და მედიაცია. მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით შეიქმნება მართლმსაჯულების სპეციალიზირებული ინსტიტუტები და კოდექსის მიხედვით, ვიდრე კოდექსი ამოქმედდება, გადამზადდებიან პროკურორები, გამომძიებლები, ადვოკატები და სწორედ ისინი იმუშავებენ არასრულწლოვანთან სხვადასხვა საქმის გამოძიებას თუ მართლმსაჯულების პროცესის წარმართვაზე. მადლობ ნინო, ეს ნინო სამყურაშვილი იყო.